სემინარიაში მოსწავლობდი ვიდექი ერთი 100 კუთხეში და მიჩვენებოდი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს და მეუბნებოდი. ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა გამიხსენი გონება, ამიხილე თვალი. და მე ხა ამას ყოფთხოვდი, გულით ხვდი. მე კი ვერ მივხვდი, როდის გამეხსნა გონება და როდის ამიხილე თვალი. მაგრამ მე რომ სამავტყოფოში მოვხდი, მაშინ მივხვდი, რომ არ მჭირდებოდა გახელილი თვალები და არც გახსნილი გონება. ოღონ ტოვებდი ქვეყანას. იცი რატომ? ვერ გაუძე. რაღაცეები წინასწარ დავინახე, როგორ ინგრეოდა ქვეყანა, როგორ იშლებოდა, როგორ ირყვნებოდა, როგორ დაიკარგა ყველაფერი. ეროვნული თვითშეგნება, განათლება, მეცნიერება, დაიკარგა რწმენა და ამას ყველა ხარს უჭერდა. ხო და კი რა მოვხდი. მაგრამ მე ჩემთვის უთხარი, ეხლა დადექი, უყურე როგორც ფილმი დაგინახია ტელევიზორში და დადექი აქ, რომ შენ შვილებს პატრონი აღარ აქვს, შენს მე და მიხედე შენ თავს. და უტვინო ხარ მეთქი ჩემთვის უთხარი. იქიდან მე წიგნი აღარ ამიღია, ხელში ეხლა დავიწყე წიგნების აღება და დავიწყე ლაქ-ლაქი. ხომ გესმის, მაგრამ ალაფერია ეხლა მე 65 წელს ვარ, თუ მოვხდები აცი ყველა თავის ასეთია და არ მეშინია. მაშინ მაინც მიწა მომიზიდა. რატომ მომიზიდა, იცი? ყვავილს დავხედე და მიწას დავხედე, აქედან რაც ამოდის მიწიდან, ზევით მოდის, საჭმელიც არის და საწამლავიც არის. იქიდან საჭმელიც არის, საწამლავიც. ბიჭო, საწამლავია და საჭმელია, საჭმელი ჩემ ხორცში ჩიდება, საწამლავი არ ჩიდება, მაგრამ არის იქ. ესე იგი, ცუდია, კარგია. იქით შევხედე მდინარეს და ზღვას, ოკეანეს, იქაც თევზებიცაა და ვეშაპებიცაა და ზუგენებიცაა, მტერია ჩვენი, მაგრამ ხორციელი მტრობა გვაქვს ალბათ რა, მე არ დავდერები, მაგრამ რა, იზმენტერება მე თუ დავიდოდა შეჭმაუნდა. მაინც ხორცია, ხო? სად მიდიხარ? სად ასწრებ ამ ხორცს? ვერსად არ გაასწრებ. აგერ თა, ტყე, ხე, რა ვიცი, ნახე, რაც გინდა. მერტყა, რაც შეგიქნა. ყვავილი ბატონო, რაც შეგიქნა, ყველაფერი შენია, მაგრამ იქ კარგიცაა და ცუდიცაა. აგერ უდაბნო შექმნა და ნახევრად უდაბნო შექმნა და დასახლებული პუნქტები შექმნა. ხო შეიქმნა რა, არის დასახლებული და დაუსახლებელი. კარგიცაა და ცუდიცაა. მაგრამ ორივე ჩვენთვისაა, გარემოსთვისაა და ორივე ჩვენი საჭიროებისთვის არის. ხორცისთვის არის. მაგრამ სანამ ეს ხორცი შეიქმნებოდა და ამ ხორცში სული წმინდის მადლი ჩავიდოდა, მანამდე წყალთა ზედა, ყოველთა ზედა მოიქცეოდა, სანამდე ყველაფერი ეს გაჩნდებოდა, რომელიც ახლა მე მომწონს. ხო და ამ უდაბნოში კაცო შეხედე გველებიცაა, ასპიტები, რა ვიცი მე მაგას კიდე რა ქვია ინგლისურად. ასპიტები, ვასილისკუები, გველები არიან ასეთები თურმე და ეკლები და უბედურება. არის გიურზები, არის აშინელებები, ანაკონდები, რომელიც ჩვენ გვემტერებიან ხორციელი. ჩვენ გვემტერები და ალბათ რა ვიცი ასე დაცემული მულები. მაგრამ ორივე სასარგებლო, ორივე საჭირო. ამას ვამბობ მე ხორცით როგორ ვარ ნათესავები. მიწაც და ჩვენც. იქიდან ჩვენ. და დასანახია ეს ხორცი. მოსავლელი ეს ხორცი, საპატრონო ეს ხორცი და შენი ეს ხორცი. ამის მოძულების უფლება კი არ აქვს. ის გარკვეულ რჩეულთა ხვედრია, რომელმა აღიღოს ჯვარისთვის და შემომიდგეს მე, ეს როდესაც უფალმა თქვა, დაუტევე დედა, მამა, ძმა და აცოლი შვილი, აღიღე ჯვარი და შემომიდგე, რომ ეს რჩეულთა ხვედრია. ეს შეძლო იმ გულწრფელმა ადამიანებმა, რომელსაც მოციქულები დაარქვეს მე. მაგრამ როგორც სიმონ კვირინელს არ დაავალა, გვარზე გაგრო, ასევე არავის არ ავალებს, ეს რჩეულთა ხვედრი არის, რომელსაც სულიწმინდის მადლოსილებით იგი იქნება გაბრძნობი. თორემ შენ ადამიანო, სულ წინასწარმეტყველების ნაკადაგებს და ნაანდერძებს მიყვები. ხო და ათეისტი გახდი. მერე შენი სისუსტი გონების გამო ლიბერალიც გახდი. ჰომოსექსუალისკენ მიიდრიგე,
ubedurobik gzებზე დადექი ამ მოძღვრებებით, მარქსიზმი, ლენინიზმი, ყველაფერი მიიღე. ღმერთი უარყავი. აი ეს სუსტმა გონებამ გააკეთა, მაგრამ შენ ვერ მოაქცევ ამას, ეკლესიაში მოსული ადამიანი. ეს მხოლოდ არის სულიწმიდის მადლით გაბრძნული ადამიანთა რჩეულთა, ადამიანთა ხვედრა. ამას უფალი დაუშვებს თვითონ იმათ იმ თავის სისტემებში, ამ ხელს, ან სიყვარულით, ან სწავლებით და მოაქცევს და ღმერთმა მისცეს იმას ძალა, რომ მოაქციოს ასეთი ხალხი და გააყენოს გზაზე, მაგრამ ჩვენ ბევრი შეცდომებით დაუშვებთ. ჩვენ ისეთი ავაზაკები კი არ მივიღეთ ეკლესიაში, რომ მომიხსენები უყოლო უდოსმეხვიდე სუფევითა შენითა ასეთი წარმონათქმები გქონდა. რა ჩვენ გვეგონა რომ ჩვენ ვართ. და ხიბლმა ჩვენ დაგცა და გააჩავაყენა ამ მდგომარეობაში. კითხვის ნიშნები გააჩინა ერში. გადარჩენისა, მოშენებისა და გამრავლებისა. და დააბრალო ყველაფერი იმ ადამიანს არ გამოასიეს. იმას სჭირდება ეკონომიური მდგომარეობა, იმას სჭირდება კვებითი მდგომარეობა, იმას სჭირდება პირობები და ყველაფერი სჭირდება ამ ადამიანებს. აბა მარტო მოთხოვა ეს არ არის ასე. არც უთქვი ეს მიტოვამო, აი ჯერ ხორცს უნდა მიხედო, ხორცს. მისას უნდა დახედო.